ვის აქვს უფრო მეტი კომპეტენცია საქართველოში, ვიდრე ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს FDA-ს, ან ევროპის წამლის სააგენტოს EMA-ს, ან შვეიცარიის წამლის სააგენტოს Swissmedic-ს. არავის. საქართველოში ესეთი არც ორგანიზაცია არ მოიძებნება და მე მგონი არც პიროვნება. იმიტომ რომ აი ამ სამივე ბაზრის რეგულატორის მიერ, ისე იგი დაშვებულია სამკურნალოდ ორი ნაწილი პრეპარატებისა დაშვებულია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. საქართველოს კანონმდებლობით არსებობს ასეთი აღიარებითი რეჟიმით წამლის შემოტანა. აღიარებითი რეჟიმით წამლის შემოტანის პროცედურა განსაზღვრავს იმ წავლების გაიოლებულ რეგისტრაცია საქართველოში, რომლებიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და კიდევ დაახლოებით 6 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა ბაზრის რეგულატორები ითვლება მკაცრ რეგულატორებად. ეს არის ისრაელის, იაპონიის, კანადის და ასე შემდეგ. ეხლა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ რა გითხრათ ეხლა? აი დაახლოებით რა არის იცით? ეხლა ასე რა ქვია, ავტო მომსახურებამ რო თქვას, რომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ კოსმოსური რაკეტის რაღაცა ნაწილები. აი დაახლოებით იგივე განცხადება არის ეს. მე მეორე რამეს გეკვირ. მე მოვისმინე დებატები ჯანმრთელობის სამინისტროსა და მათი ოპონენტების შორის და საქმე ეხებოდა ზუსტად შეეხო დუშენის დაავადების უპირობებას. მე რაც ნახე, არც ერთმა და არც მეორე მხარემ ზუსტად არის ის პროცესი, რასაც ქვია ევროპაში ახალი პრეპარატის კომერციალიზაცია. და აგიხსნათ აბა. იმიტომ რომ ეს პროცესი შედგება ორი ფაზიდან. ერთი ფაზა არის ახალი პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების დადგენა. ამას ადგენს ბაზრის რეგულატორი. ევროპაში ეს არის ევროპის წამლის სააგენტო, EMA, European Medicinal Agency. ამ რეგულატორის გადაწყვეტილებით წამალი ან დაშვებულია მთელ ევროპაში, ევროკავშირში უფრო სწორედ, ან არ არის დაშვებული. ეს არის ერთი ფაზა. ამის მერე იწყება მეორე ფაზა. მეორე ფაზა არის მოლაპარაკებები ფაზზე. თუ მაგალითად ცენტრალიზებული არის წამლის დაშვება არ დაშვების პროცედურა, ფაზზე ლაპარაკი როგორ არის იცით, წარმოებასთან თითოეული ქვეყანა აწარმოებს ცალკე მოლაპარაკებას. ამიტომაც არის რომ მაგალითად წამალი რომელიც ღირს X ფასი საფრანგეთში შეიძლება გირდეს Y ფასი ბულგარეთში. იმიტომ რომ წარმოებელი ყურადღებას აქცევს მყიდველობით უნარიანობას და იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც უნდა ამ წამლის შემოტანა. ანუ აი აქ ჩაგეჭრებით ბატონო გიორგი, ანუ აქ კიდევ ერთხელ შემოდის ერთი არგუმენტი მშობლების მხრიდან ნათქვამი, რომ იმის გამო რომ ქართული ოცნება ამ დრომდე არ ელაპარაკება აი ამ წამლის მწარმოებლებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, რეალურად მათ არ აქვთ დადგენილი ფასი, რამდენი სჭირდებათ ამ ბავშვებს. პლუს ამას ემატება ის, რომ არ არის შექმნილი მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს კიდევ დამატებით თითოეული ბავშვის საჭიროებას, იმიტომ რომ სხვადასხვა ეტაპზე დიუშენის, როგორც ჩვენ გავერკვევთ უკვე, სხვადასხვა მედიკამენტი მუშაობს. ანუ საერთოდ არ არის 2 წლის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ გავიგებდით საერთოდ ამ პრობლემის არსებობის შესახებ, 2 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა ოცნების ჯანდაცვის სამინისტროში, მისი მინისტრის კაბინეტში, ამის შესახებ ამ თემაზე საერთოდ ნამუშევარი ოცნების სამინისტროს არ აქვს, ხომ? ეს არის კიდევ ერთი დამატებითი მაჩვენებელი ნების არ ქონის. რასაკროა კიდე ეს საომატებ კიდე ისე იგი ყველა პრეპარატი ხუთივე აქედან ის ორი რომელიც ევროპაში არის დაშვებული ეს არის ჯივინოსტატი და ვამაროლონი ხო ორივეს აქვს ეგრეთ წოდებული orphan drug status ეს არის სტატუსი ობოლი წამლის სტატუსი რომელსაც როგორც ამერიკის წამლის სააგენტო ისე ევროპის მიანიჭებს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს და რა ხდება იცით როგორც წესი ამ პრეპარატის ანაზღაურებაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო წარმოიდგინეთ ევროპაშიც კი
იმიტომ რომ იმის გამო რომ წამლის ბაზარი არის მკაცრად შეზღუდული ფარმაცევტულ კომპანიებს რომ კონდეთ სურვილი რომ შექმნან ეს პრეპარატები, რატო იცით? ამ პრეპარატებისგან ის მოგება არ ექნება, რაც ექნება მაგალითად როგორ გიხართ საგულე პრეპარატისგან, ან სხვა მასობრივი მოხმარების პრეპარატებისგან. ორივე პრეპარატს აქვს ეს სტატუსი და ეს orphan drug როგორც წესი არის ყოველთვის ძვირი იმის გამო რომ წარმოებელმა ინტერესი გამოიჩინა. ამოიღო ჯერ ესეთი ამოიღოს ინვესტიცია. მე არ ვიცი რამდენი მილიარდი დაჭრა ერთი ან მეორე პრეპარატი, მაგრამ 1 მილიარდებზე იქნება ლაპარაკი. რაც დაჭრებოდა ამ წამლების შექმნა და შემდეგ ბაზარზე გამოტანა. და მეორე კიდე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის რომ ეს პრეპარატები როგორც წესი ხო როგორც გვამძანეთ განსაკუთრებით დუშენის დისტროფიის დროს ორივე პრეპარატი რომელიც ევროპაში არის ლიცენზირებული არც ერთს არ სჭირდება გენეტიკური გამოკვლევა. იმიტომ რომ დანარჩენი სხვა პრეპარატები რაც კი არის დღეს ბაზარზე არის სპეციფიურად გარკვეული გენეტიკური მუტაციის საწინააღმდეგო წამლები. ასე რომ წარმოებლები როგორც წესი ყოველთვის ითვალისწინებენ ხოლმე იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას რომელსაც ჭირდება ეს წამლები. კი ბატონო, აი აქვე აი ვიდრე თქვენ აი ამ მდგომარეობაზე საუბრობთ, აქვე მინდა რომ კითხოთ დამატებითი კიდევ ერთი სპეკულაციური არგუმენტი თითქოს და აქ არის რაღაცა წამლების მაფიაზე საუბარი, რომელიც ახლა საქართველოს ბიუჯეტიდან თურმე ასეთი კონტექსტია ხო გადამხდელების თანხაზეა მომართული რომ წაიღოს აქედან განა რა არის საქართველოს ბაზარი ამ წამლის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიებისთვის ეს ძალიან პატარა ბაზარია ხო ერთი ეს მეორე ზოგადად აქ რაზეა საუბარი საერთოდ რომ ეს 2 კაპიკი ღირს და აქ ვიღაცა 3 მილიონად თუ 2 მილიონად შემოდის და რამეს გვართმევს იმაზე მეტად ვიდრე ეს თქვენ აღწერეთ ახლა რა ჯდება ეს წამლები მათი შექმნა და მათი ათეულობით წლებით ექსპერიმენტის ქვეშ დამუშავება. ერთი ისეთ ცნობას მოგცემთ, რომელიც ბერმა არ იცის, მე 25 წელი ბიოტექნოლოგიაში მუშაობდი და ამიტომ ეს ჩემი პირდაპირი საქმეც იყო. ისე იგი ყოველი 5000 ახალი მოლეკულიდან ბაზრამდე ახდებს ერთი მოლეკული. 5000-დან ერთი. ახალი წამლის შემუშავება სჭირდება დაახლოებით 10-დან 15 წლამდე. და საშუალოდ წამლის შექმნას და ბაზარზე გამოტანას სჭირდება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი. და ისეთ პრეპარატებში, რომელიც არის გენეტიკური ინჟინერიის მიღებულები, ეს შეიძლება დაჟდეს 3-4 მილიარდამდე. ასე რომ $300 ჯდება და რაღაც ნუ ეს ისეთი ზღაპრებია, როგორ ვიცით, არასერიოზულია ეს ამაზე ლაპარაკი. მოდით ახლა ასე დავსვათ საკითხი, რომ იყოს აი დღეიდან გამოჩენილი პოლიტიკური ნება ოცნების ხელისუფლების მხრიდან რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მაქსიმალურ ვადებში შედეგების მისაღწევად თითოეული ბავშვის შემთხვევაში? ჯერ ესეთი უნდა არსებობდეს ბაზა ბავშვების რომელიც უნდა იყოს კარგად აღწერილი, იმიტომ რომ იმის დამიხელით თუ რომელ ეტაპზე არის სხვადასხვა წამლები ჭირდება და სხვადასხვა კომუნალობა და სხვადასხვა დოზები, ხო? ეს უნდა იყოს აბსოლუტურად პროფესიონალურად შედგენილი. შემდეგ აი ამ ბაზით ხელში კარგი მომლაპარაკებლები უნდა შეხვდნენ წარმოებელს ან მათ ვისაც აქვთ ესე რა ქვია გაკეთდეს ლიცენზია. იმიტომ რომ ზოგჯერ არ არის ხოლმე რომ წარმოებელი ერთი კომპანია, მაგრამ გაკეთდეს ლიცენზია გადაწებული აქვს მეორეც. მაგალითად ასე არის როშის შემთხვევაში. ახლა როშს აქვს მიღებული რამდენიმე გენეტიკური პრეპარატის გაკვეთის საშუალება. და როგორც წესი ეს წარმოებლები არ არიან კაცჭამეები. როგორც წესი, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანას, როგორც არის საქართველო, ასეთ ქვეყნებს უკეთებენ როგორც წესი ხაზნაკლებას და ეს ხაზნაკლება შეიძლება 40-50%-იც კი იყოს. ეს გააჩნია ბევრ ფაქტორს. ჯერ მომლაპარაკებელს, მერე მის პროფესიონალიზმს, მერე იმის ახსნას თუ როგორი არის საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ. მოლაპარაკების ამბავია, მაგრამ
გეუბნებით, როგორც წესი, ეს შეიძლება სადღაც 40-50% ფასდაკრება იყოს ევროპულ ბაზართან შედარებით. მისდება კითხვა, როდესაც საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გქონდა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ C-ჰეპატიტის პროგრამაში უფასოდ ჩართულიყვნენ ჩვენი მოქალაქეები, ხომ? და ამან დადო არაჩვეულებრივი შედეგები მართლაც უფასოდ, უსასყიდლოდ. არ შეიძლებოდა რომ პოლიტიკურინების არსებობის შემთხვევაში ყურადღებიანი ხელისუფლების ხელში აი ასეთი შემთხვევები სწორედ რაღაცა მსგავსი ტიპის პროგრამებში მოქცეულიყო. თუ კი ამაზე გაიწეოდა შრომა, ასეთი საექსპერიმენტო სივრცეები ყოველთვის არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის, სადაც არ არის უბრალოდ მართლაც ამდენი შესაძლებლობა ყველა მოქალაქის ჯიბეში, რომ თავის შვილს ასეთი წამალი შეუძინოს. რასაკვირველია, აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ერთ ამას გეტყვი, რომელიც ასევე არ არის ცნობილი ჩვენი მოსახლეობისთვის. აი, მისი რა ქვია, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საჭირო პრეპარატები გილიადი იყო წარმოებული, არის უბრალოდ. მაგათთან მოლაპარაკება წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, ისე რომ იცოდეთ. ეს დაიწყო 2011 წელს და გაგრძელდა თითქმის 2 წელიწადი. სანამ მივედით იქამდე, სადღაც მივედით, რომ გილიადმა გადაწყვიტა, რომ უფასოდ მიეცა საქართველოსთვის ერთი ადამიანის მკურნალობა გილიადის პრეპარატი. მე მქონდა პირადად ჰეპატიტის C შვეიცარიაში. ჩემი მკურნალობა დაჯდა დაახლოებით 160,000 ფრანკი. ჯაპონით 160,000 ევრო. საქართველოში ეს მოსახლეობას დაუჭდა 0 ევრო. ხოსორია. ბიუჯეტსაც, შესაბამისად ბიუჯეტსაც ამისი თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან მოქალაქის გადამხდილის თანხიდან არ წასულა, ხომ? ეს მართალია, ჩემი ეს რა ქვია, ეს თანხა გადაიხადა ჩემმა დაზღვევამ. ფაქტია, რომ ასე ჭირდებოდა ყოველი პაციენტის მკურნალობა. ამიტომ კარგი მოლაპარაკებელი ჭირდება ამ საქმეს და ძალიან კარგად შედგენილი ეგრეთ წოდებული დოსიე, სადაც იქნება როგორც მოგითხარით ჩამოყალიბებული ყველაფერი. პაციენტების რაოდენობა, მათი წლოვანება, ოჯახური მდგომარეობა, რა ეტაპზეა, როგორ არის, აი, იმიტომ რომ სამწუხარო დუშენის დისტროფია არის პროგრესირებადი დაავადება ნამდვილად და მთელი მსოფლიო დღეს ამბობს, რომ ეს დაავადება უნდა დაიწყოს მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე, რომ მაქსიმალურად შეფერხდეს, რა ქვია, პროგრესი ამ დაავადების. მე საინტერესო რამეს გეტყვით კიდე, რომელიც პრინციპში ჩემი მოსაზრება და ეხლა პროექტის სახით მივწერე ერთ ქვეყანაში, შეიძლება დუშენის დაავადება ეს არის მონოგენური დაავადება. ერთ გენზე არის დამოკიდებული, ისევე როგორც მაგალითად თალასემია. შეიძლება ამ დაავადების აღმოფხვრა ისე როგორც ჰეპატიტის და გეკეთეთ როგორც. ჯერ ესეთი კარგად უნდა იყოს შესწავლილი რიზიკები, ეს რიზიკები ხო დღეს უკვე ესეთი ოჯახის წევრები. საქართველოში საერთოდ დუშენის დაავადებაში როგორ არის, ცით როგორც წესი მატარებელი არის დედა, მამა არის ჯანმრთელი და ბავშვების დაბადების ალბათობა ასეთია. ჯანმრთელი ბიჭი რო დაიბადოს არის 25%, დაავადებით დამძიმებული ბიჭი რო დაიბადოს არის 25%, გოგო რო იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი 25% და გოგო რო იყოს მატარებელი 25%. ეგრეთ წოდებული პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკით, რომელიც დღეს არის ინვიტრო განაყოფიერების რუტინული პროცედურა, შეიძლება ჯანმრთელი ემბრიონების შერჩევა და მათი გადატანა საშუალო ზღვრებში. მაგრამ ეს ყველაფერი ეს უნდა ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფო კონცეფცია. რომ სახელმწიფო ზრუნავს ესეთი იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებზე და როგორც იცით, პროფილაქტიკა ყოველთვის გაცილებით იაფიჯდება ვიდრე მკურნალობა. კი ბატონო. აი რაც მოგიღებით ახლა, ეს პროცედურა დაჟდება დაახლოებით 20,000 ლარი. დაახლოებით. და თითქოს მკურნალობა სადღაც ალბათ
200,000 ლარს უკაკურებს. ასე მგონია. ჯერჯერობით არ ვიცი თვალს, მაგრამ წელიწადში დიახ. თუმცა ხო აქ ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, რაც ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში თანხები რაც გავიგეთ და რაც თქვა თვითონ აღიარა ოცნებამ რაში და როგორი ხარჯება ვისჯიბეებში ილექება, როგორ მერე გარდაიქმნება, ოქროს ზოდება და ასე შემდეგ ეს ცალკე თემაა, თუმცა რაც არ ვიცით ის კიდევ რამდენ ბავშვს გადაარჩენდა, არა მხოლოდ დიუშენის კონესი. იმისი რა ქვია, სამტრედია გრიგოლეთის 52 კილომეტრი 1 მილიარდი ლარი დაჯდა. 52 კილომეტრი 1 მილიარდი ლარი. როგორ შეიძლება ქვეყანა თქვას რომ ჩვენ ფული არ აქვს? არა, ამის რა. აქ მოკლედ თქვენ ბრძანებთ რომ მომლაპარაკებელია საჭირო, რეესტრია საჭირო, მოდით მე კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ რეესტრიც კი არ არსებობს ოცნების ჯანდაცვის სამინისტროში პლუს მოლაპარაკებები დაწყებული რომ არ არის ეს ფაქტია მინისტრი ახსენებს ერთ-ერთი კომპანიასთან რაღაც თითქოს ამბობს რომ შევხვდი ჩემს კოლეგებს რაღაცებს ამბობს მაგრამ ჩვენ ზუსტად არ ვიცით ელაპარაკება თუ არა ვინმეს საერთოდ შესაბამისად არსებობს ეჭვი რომ საერთოდ არც არავის დალაპარაკებიან სერიოზულად ამ საკითხზე რასაც ამბობს ისიც რასაც ამბობს ოცნების პრემიერიც რასაც ახლა საპატრიარქოც ეხმიანება არის ის რომ წამლები უნდა შეისწავლონ საკითხი უნდა შეისწავლონ წამლები უნდა შეისწავლონ მოკლედ ეს ეტაპია ახლა არადა მშობლებს ყველაზე მეტად უჭირთ იმისი ახსნა უკვე წრემლების გარეშე რომ აი თითოეული დღე როდესაც ჩვენ ვჟელობთ ეთერებში ამის შესახებ ვცდილობთ რომ ინფორმაცია მივაწოდოთ აუდიტორიას მათ შვილებს ეკარგებათ სიცოცხლის და სიცოცხლის უნარიანობის ერთი დღეც მოკლედ ამის ახსნას ვცდილობთ სულ და თქვენც ამაში დღეს ძალიან დაგვეხმარეთ ჩვენ მადლობა თქვენ ამისთვის რამეს ხომ არ დაამატებდით რეზიუმესთვის სამალი უნდა შევისწავლოთ ამასაც აცხადებს საქართველოს რომელიმე ორგანიზაცია არის ერთხელ კიდე გეუბნებით სასაცილო ეს წამლები შესწავლილია ამერიკელი მეცნიერების და რეგულატორის FDA-ის მიერ და ევროპული მეცნიერების და რეგულატორის EMA-ის მიერ საქართველოში არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს ის კომპეტენცია რაც აქვს ამ ორგანიზაციას გამორიცხულია იმიტომ რომ არც მატერიალური რესურსი არ აქვს მაგის რომ ეს შეისწავლოს არც სამწუხაროდ ინტელექტუალური იმიტომ რომ ამის განათლება საქართველოში არ აქვს საქართველოში 1-2 ადამიანი არის დღეს შემორჩენილი ვისაც მოეკითხება ჩხუბა ფარმაცევტულ ბაზარს მეტი კი არა სამწუხაროდ მადლობა გიორგი კავკასიძეს ექიმის კომპეტენტური ანალიზისთვის და ინფორმაციისთვის რომელიც მისგან დამატებით ამ თემაზე ჩვენ